გვთავაზობთ გორის დაბომბვის კადრებს, შეგახსენებთ მასალა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სულ რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდა, მასალას ამ წუთებშიც ვიღებთ პირდაპირ ეთერში. სენაკში დაჭრილების საავადმყოფოში გადაიყვანეს 80 დაშავებულიდან 15-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. რაიონის ყველა სამედიცინო პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოსახლეობა რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას ითხოვს. კურიერი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ამ წუთებში პრეზიდენტის კანცელარიაში უშიშროების საბჭოს ხდომა იწყება, სადაც პრეზიდენტის სიტყვით გამოდის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ კანცელარიას. მოგესალმებით. მე მინდა საბოლოო ინფორმაციები რა გვაქვს სხვადასხვა ადგილებიდან გთხოვთ ბატონ კახა. მდგომარეობა ცხინვალში მთლიანად კონტროლდება სამთავრობო შენაერთების მიერ, ისევე როგორც ყველა სტრატეგიული სიმაღლე ცხინვალის ირგვლივ კონტროლდება ჩვენს მიერ. ჩვენი შენაერთები წუთელ ღამის განმავლობაში დღეს დილით ახორციელებდნენ ჯავიდან რუსული შენაერთების მიერ გახსნილი ცეცხლის მოგერიებას და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუსეთის ნაწილებს, რომელიც ბაზირებს ჯავაში. დღის პირველ ნახევარში ჩამოგდებულია კიდევ 4 რუსეთის ბომბდამშენი, შესაბამისად საერთო რიცხვი ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენებისა გაიზარდა 10-მდე. 92-13-ში ომის დროს მარტო ერთის ჩამოგდება მოახერხეს ქართულმა ძალებმა. ეხლა უკვე 10-ია. ერთ-ერთი პილოტის გვამი ნაპოვნია და ეს დადასტურებული ფაქტია. რაც შეეხება კოდორში მდგომარეობას, მე მეუბნებიან რომ ერთი ფრინავი ტყვეთა იყვანეს. ამაზე უკვე ვიცით რა? ამ ფაქტის გადამოწვევას ხდება ჩვენს გვაქვს ადგილიდან ეს ინფორმაცია, რომ დღეს დილის 11-ის ნახევარზე იქნა ჩამოგდებული სწორედ ეს ბომბდამშენი, რომელზეც თქვენ საუბრობთ და მისი პილოტის შეპრობის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. ესე საინტერესოა რომ ამბობენ რომ ცხინვალს თვითონ აკონტროლებენ და ამ დროს ცხინვალი დაანგრიეს თავის დაბომბებით ბოლო დღის განმავლობაში და ეს რას ნიშნავს? თუ აკონტროლებ, რატო ბომბა? დღეს მე ვაწერ ბრძანებას ხელს და პარლამენტში შევდივარ საომარი მდგომარეობის შემოღების თაობაზე. საქართველო იმყოფება რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებული საყოველთაო სამხედრო აგრესიის პირობებში. ეს აგრესია ხორციელდება არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონის, არამედ აფხაზეთის მიმართულებით. ეს აგრესია ხორციელდება შავი ზღვის ფლოტის მიერ რუსეთის, ხორციელდება საჰაერო ძალების მიერ და ხორციელდება ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების სახით. უნდა გავაძლიეროთ საინფორმაციო, ჩვენ დასამალი არაფერი არ აქვს. ეხლა მიდის ნამდვილი საომარი პროპაგანდა და ნამდვილი დეზინფორმაციის კლასიკური საბჭოთა კომუნისტური ტიპის კამპანია რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ. მიდის დაბომბა ინტერნეტით, ხორციელდება შეტევა სხვა შორის საქართველოს საიტებზე, ისე როგორც გახორციელდა ზუსტად ესტონეთზე და ლიტვაზე. და ამ პირობებში ჩვენმა საინფორმაციო საშუალებებმა, ტელე და რადიო სადგურებმა უნდა მუდმივად ჩვენ მიცეთ ჟურნალისტებს ინფორმაცია, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა და იმათაც უნდა მიცენ ინფორმაცია საზოგადოებას. ჩვენი განსხვავება რუსეთისგან არის ის, რომ რუსეთში კრემლი აკონტროლებს მთელ ინფორმაციას და ეწევა საომარ პროპაგანდას. ჩვენ საზოგადოებისგან დასამალი არაფერი არ გვაქვს. ეს არის კარგად დაგეგმილი, იაფასიანი პროვოკაცია. თქვენ ძალიან კარგად იცით ყველა, რომ ჩვენ არ დაგვიწყია არაფერი ცხინვალში და თქვენ ჩვენივრად იცით, რომ აფხაზეთში საერთოდ ამ დღეებში პირდაპირ ვთქვათ, აფხაზეთისგან არც გაგვიხედია. და ეხლა დღეს უკვე დაიწყო აგრესია და ინტერვენცია აფხაზეთში. ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი ავანტყოფური იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული წინასწარ განზრახული ნაბიჯები. ეს არის ერთი რამ. საქართველოში მართლა წყდება, არა მხოლოდ ჩვენი ბედი, ჩვენი ბედი და ჩვენი მომავლის ბედი წყდება. საქართველოში წყდება მომავალი მსოფლიო წესრიგის ბედი ახლა. ეხლა ყველანი უნდა ვიყოთ სამუშაო ადგილებზე ძმებო და დაიყო და დებო. და
თუმცა მინისტრები იმდენი წლის არიან უკვე რომ მალე შვილებად მერგებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნაკლებად მობილიზებული ორგანიზებული უნდა და ყველამ უნდა ვაჩვენოთ რას ნიშნავს ორგანიზებული 7 მობილიზებული თავისუფალი ამაყი ქვეყანა და საზოგადოება. და დამემატებინა ბატონ პრეზიდენტს მონაცემები ცხინვალის მისადგომებიდან გუშინდელი და დღეს პირველ ნახევარში ბრძოლების შედეგად რუსეთის აგრესორთან საქართველოს შერეველმა ძალებმა გაანადგურეს 10 ერთეული რუსეთის მძიმე. მე ვიცი რომ 10-იც და 30-იც, მაგრამ თუ ჯავშან ტექნიკა გავანადგურეთ ბევრი. აი მე ხო ხედავ მაინც უმაღლესი თავარსარდალი ვარ და მე ინფორმაცია მაქვს. თვითფინაები 10-მდეა ჩამოგდებული მართლაც. ნუ მე-1000 ეხა ვადასტურეთ, მაგრამ დაახლოებით 100-ია საუბარი. ყველაფერი პრაქტიკულად გადაღებულია. ფრინავზე ეხა ვარკვე რომელიც დააპატიმრეს სად არის და როგორ არის, დაღუპულია რამდენად დაღუპულიც არის. ახლა ჩვენ თავგანწირვაზეა დამოკიდებული როგორი ქვეყანა იქნება საქართველო 100 და 200 წლის შემდეგ. და დავდგეთ მაგრაც მე. ყველაფერი იქნება კარგად თუ დავდგეთ მაგრა. აბა თქვენც. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჭურვების ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე სოფელ სენეკში ჩამოიყარა რუსულმა ავიაციამ იერიში ერთდროულად საქართველოს რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე მიიტანა. დაიბომბა ფოთის სპორტის, სამჯერ სენაკის ბაზა. ჭურვები აფეთქდა ხონის სამხედრო ბაზაზეც. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ჭურვების ზემო აფხაზეთში და 4-ჯერ ვაზიანში ჩაყარეს. მანამდე რუსულმა გამანადგურებლებმა და მოიერიშეებმა გორის გარეუბანი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას დაბომბეს. ჭურვები დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. საჰაერო შეტევა განხორციელდა ქარელის რაიონშიც. რუსულმა მოიერიშეებმა ჭურვები ონის რაიონის სოფელ წედისთანაც ჩამოყარეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ როკის გვირაბთან 30-მდე რუსული ტანკი იწვის. სავარაუდოდ იერიში ქართულმა არტილერიამ მიიტანა. რუსული ჯარი და მძიმე ტექნიკა კონფლიქტის ზონაში მობილიზაციას განაგრძობს. ამის სამსახელ ვიდეო მასალა სააგენტო როიტერი ავრცელებს და აცხადებს, რომ მოსკოვის სეპარატისტებს ეხმარება. რუსი სამხედროები და რუსული ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით შემოდიან. კონფლიქტის ზონაში რუსული 58 არმიაა შემოყვანილი. ვინ შედის და რა კონტინგენტითაა დაკომპლექტებული აგრესორთა არმია? ინფორმაცია ამის შესახებ პაატა იაკობაშვილმა მოიძია. იგი პირდაპირ ეთერში საუბრობს. პაატა, რა ძალები უპირისპირდება ქართულ შენაერთებს? ირაკლი, ეს არის 58 არმია, რომელიც შენახსენე და მე აი ორი სიტყვით გეტყვით, რომ დაბომბვის კადრები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, აი ამას ყველაფერს აკეთებს რუსეთის საჰაერო შეიარაღებული ძალების მე-4 არმიის თვითმფრინავები აკეთებენ ამას ყველაფერს. რაც შეეხება 58 არმიას, ამ არმიის შემადგენლობაში შედის 2 ჯავშანსატანკო დივიზია, ცალკეული ჯავშანსატანკო მოტომსროლელი პოლკი და 5 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა. ეს არის დაახლოებით 50-დან 60,000-მდე ადამიანი, ნუ ეს რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას. და კიდევ ერთხელ გორი, რომელიც დღის განმავლობაში რუსული ავიაციის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად საკმაოდ დაზარალდა არიან დაჭრილები და დაღუპულები. ქალაქი კი ასე გამოიყურება. ამ თუჩის მონაცემებით დაახლოებით 45 წუთის წინ შეკრებილი მონაცემებით არის ჩვენ სისტემაშიც არის დაფიქსირებული 57 ადამიანი, რომელიც არის გარდაცვლილი. დღეს საღამოს 10 საათისათვის ქართული ჯარები მთლიანად დაკონტროლებენ ქალაქ ცხინვალს. ქალაქ ცხინვალის ახლომდებარე ყველა სიმაღლეს, მათ შორის თლიანხანას, სარაბოს. აკონტროლებენ ასევე სოფელ დმენის. მთლიანად ჩვენს ხელშია ზნაურისა და ახალგორის რაიონები, დიდი ლიახვის ხეობა. უგასალმებად ქართულმა ჯარებმა ამ ტერიტორიების უმეტესობა ჯერ კიდევ გუშინ დაიკავეს. მას შემდეგ მათი განხორციელდა შეტევა რუსეთის ფედერაციიდან შემოსული სატრაკო ჯარების მხრიდან. შეტევა იქნა მოგერიებული წარმატებით, განადგურებული იქნა მოწინააღმდეგის 40 ტანკი. მას შემდეგ რუსეთმა გადმოწყეს დესანტი, დღეს დილით და დესანტის მეშვეობით სადეს ხეობის უფლების ხელში ჩაგდება. ეს ოპერაციაც ქართულმა ჯარებმა მოიგერიეს წარმატებით. მოკნულია დაახლოებით 60 რუსი დესანტი. ამ წუთისათვის ქართულ ჯარებს კიდევ ერთხელ მიიწევენ წინ და შემდეგი სამიზნე ჩვენ ჯარების იქნება ქალაქი ჯავა და შემდეგ უკვე როკის გვირაბი. ჩვენ დაღუპული ყავს 45 ჯარისკაცი და 37 მშვიდობიანი მოქალაქე. რაც შეეხება კოდორის ხეობას. დღეს დილიდან კოდორის ხეობაზე მიტანილი იქნა საავიაციო იერიში. დაბომბილია კოდორის ხეობაში მიმავალი გზები. მიუხედავად ინტენსიური დაბომბვისა, მოგახსენებთ, რომ ქართულ მხარეს არ არიან არც დაღუპულები და არც დაჭრილები და ჩვენ მზად ვართ მოვიგეროთ მოწინააღმდეგის ნებისმიერ იერიში.